რეზოლუციაზე უნდა გითხოთ, რატომ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობას მხარი რეზოლუციას, რომელთაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა და ასევე ქართულ ჯარისკაცებს ომის დანაშაული. Ono ეჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება იყო, რაც კონკრეტული ნაბიჯებით გამოისახა და ეს არ არის ერთი კონკრეტული შემთხვევა. Მთლიანად ის, რაც დაკავშირებულია 2008 წლის ომთან, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. Რა თქმა უნდა, ყველა ქმედება, რაც განპირობებული იყო იმ სისხლიანი რეჟიმის მხრიდან, 9 წლიანი მმართველობა, ეს იყო ყველაფერი გარედან თავსმოხვეული, გარე მითითებებით გადადგმული ნაბიჯები. ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა სამწუხაროდ. დღესაც გრძელდება საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, დღესაც გრძელდება მტრული საქმიანობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა ერთად, ქართულ ხალხთან ერთად, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. რატომ აღნიშნავს 7 აგვისტოს, ანუ დღეს ოპოზიცია ომის დაწყების დღეს და რატომ არა მაგალითად ხვალეს? ანუ ესეც არ ვიცი, ხა გაუგებარი არის, ჩვენ თუ გადავხედავთ როდის ხდებოდა ომის აღნიშვნის თარიღზე, როდესაც ხდებოდა სამძიმარზე მისვლა, რა ვიცი, შეგვიძლია ამოვიღოთ არქივიდან მასალები და ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. არ ვიცი, ხა ალბათ ნაციონალურ მოძრაობას უნდა ვკითხოთ, რის გამო მოხდა თარიღის შეცვლა. ისტორიას ხა ვერავინ ვერ გადასცემს. ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. ჩემი თხოვნა იქნება, თუ გაქვთ შესაძლებლობა, არქივიდანაც ამოიღეთ კადრები და ნახეთ, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ბატონო, კახეთთან აკავშირებით გავაგრძელებ. ზოგადად 7 აგვისტოს რომ გაიხსენოთ, რა ხდებოდა? 7 აგვისტო უკვე ის დრო იყო, როცა რუსული ტანკები შემოვიდნენ საქართველოში და ქრონოლოგიურად დაახლოებით ახლა მოძრაობა როდის რას აღნიშნავდა, გასაგები არის თქვენი პოზიცია, მაგრამ 7 აგვისტოს ქრონოლოგია რო გაიხსენოთ, როგორ მოხდა, რა მოხდა და როგორ დაიწყო? იცით რა, ჩემი გახსენება, მე ვფიქრობ, შეიძლება არ იყოს რელევანტური, მე გთხოვთ, რომ ამოიღოთ თქვენ ვიდეო კადრები. კონკრეტული ფაქტ-მტკიცებულებები არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა შეიძლება ვინ რას კომენტარს გააკეთებს, მე რას ვიტყვი, ან კონკრეტული ადამიანი რას ვიტყვი. არის კონკრეტული მტკიცებულებები, არის კონკრეტული ფაქტები, აგერ შემიძლია რეზოლუცია გაჩვენოთ, რაზე აქვს ხელი მოწერილი, შესაბამისად ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმას, რომ ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. მოძრაობას არ გეკითხებით, რუსეთზე გეკითხებით, ქრონოლოგია რო გაიხსენოთ, მე 7 აგვისტოს უკვე რა ხდებოდა რუსეთის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთოს ამაზე განმარტება. ის არაფერს არ შეცვლის, ახლა მე რას ვიტყვი ამაზე, არის კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები და ვიდეო მასალები და ესაჩვენეთ საზოგადოებას, რა შეშია ჩემი კომენტარი, მე რას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. თქვენ ვიცი არ გსიამოვნებთ ეს და თქვენთვის სასარგებლო შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება და წინააღმდეგობაში მოდის იმ ნარატივთან, რასაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს და ცხადია არ გესიამოვნებათ ეს ყველაფერი. სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს დროს ხოდნენ, რომ ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ მე მაინც საქართველოში დავწიო, რას უნდა ნიშნავდეს მისი ეს? ხო, ეგეც არ ვიცი, გასარკვევია ვინ თხოვდა, რატო თხოვდა, საერთოდ რატო დაიწყო ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი კითხვა მოდის. ახლა ჩვენ კი ვხვდებით დაახლოებით რა პროცესები მიდიოდა და რა ხდებოდა. ვინ იყო კონკრეტულად ჩართული, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილიც ხვდება ამ ყველაფერს, თუ საიდან იმართებოდა და რა ხდებოდა ქვეყანაში. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხალხმა შეაფასა და აფასებს ის გარემოება და ის რთული მდგომარეობა, რაშიც ქვეყანა იმყოფებოდა. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ეს გარე ძალების პირდაპირი ჩარევები, ქვეყნის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებები, ამ მორჩა, დამთავრდა. ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. დღეს ქართულ სახელმწიფოს მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.
ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს, ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა გარედან კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული უწყებები და გარე ძალები. ეს ვეღარ მოხდა. შუქის ჩაატარებასთან დაკავშირებით რეზოლუციაში რა იყო სტატისტიკალები, რასაც ხელი მოაწერა და მოხალხეობრივად დათანხმდა ნაციონალური მოძრაობა. როგორ? რეზოლუციაში რა იყო ის დეტალები, რასაც მოხალხეობრივად დათანხმდა და ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ. ნუ ახლა პირდაპირ ხო შეგვიძლია სიტყვით წავიკითხოთ, რომ ომის დაწყება დაბრალდა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ჯარს. პირდაპირ არის, რაცა შემიძლია ტელეფონშიც მაქვს და შემიძლია წავიკითხოთ, თუმცა საზოგადოებამ იცის რაზეა საუბარი. ხო, როდესაც შენ ხელს აწერა ამ ყველაფერზე, არ ვიცი, წარმოუდგენელია, რომ ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება არის. ასევე უნდა ის გათიშვასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი კითხვა მექნება, უკვე მესამედ გაითიშა მთელი ქვეყანა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, გამოძიება დაწყებული არის, მაგრამ არ ვიცით საერთოდ ზოგადად რა ხდება და ინტერაუს დასანქცირების შემდეგ როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა მოხდეს მაგალითად იმ წილის გამოსყიდვა, ნაციონალიზაცია, რომელსაც ფლობს 75% წილს ინტერაუს შვილობილი კომპანია, რომელიც ინდიაში არის დარეგისტრირებული. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა იყოს გამოყენებული შესაძლებლობად ეს სანქციები, რომ მთლიანად საქართველოს ხელში გადმოვიდეს ეს წილი. აი, რას ფიქრობთ, გამოსავალს რა შეხედავთ და მიზეზი რა არის, რომ მესამედ გავიქიშოთ მთლიანად ჩავიდგეთ? ნუ, რაც შეეხება ინტერაუს დასანქცირებას, ინტერაუსთან ერთად არის სხვა მესაკუთრეებიც, როგორც ვიცი, ქართველები. შესაბამისად, ერთმანეთში დაერკვევიან, სხვა ბიზნეს საქმიანობა არის და სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც ჩვენ გვაქვს გაჟღერებული და 2012 წლიდან ასე მოვყვებით, რომ ბიზნესი არის ხელშეუხებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ საჭირო აუცილებლობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის მოქმედებები, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავდგავთ შესაბამის ნორმებს. თუმცა ბიზნესი, რა თქმა უნდა, არის ხელშეუხებელი და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ მოაგვარებენ და დავადგენ. ნაციონალიზაცია ფიქრობთ თუ არა, რომ ძალიან კარგი გამოსავალი იქნებოდა ეხლა ამ წილების ყიდვა და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, ენერგეტიკულად დამოკიდებული. ნახეთ, ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იყო საქართველოს საკუთრება. როდესაც ვსაუბრობთ იმ სისხლიან რეჟიმზე, აი ზუსტად ერთი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი ეს იყო იმ კომპანიების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე და გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ადის. გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ზურა ჯაფარიძე იყო თუ არ ვცდები, მე მგონი, რომ არაფერი არ ფუჭდება იმით, რომ რუსული ბიზნესი შემოდის და ახორციელებს საქმიანობას ქვეყანაში. ეს ყველაფერი ხდება 2008 წლის ომის შემდეგ. პირდაპირ წერილებს აგზავნიდნენ, რომ როგორმე გაეთხოთ ურთიერთობები, გაემართათ კულტურული ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში და მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა, ამის შემდეგ, რომ წამოვიდა დავალება Deep State-დან, მათი პატრონებიდან, დაიწყოს ყველაფერს, აი თუ კი რაიმეს რუსული ქვია, ყველაფერი ამის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. ეს არის ჩვეულებრივი ხარისეულობა და მეორე ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პირნათლად ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც თავიანთი პატრონების მხრიდან, Deep State-ის მხრიდან მოდის. ეს არის მოცემულობა. თუ სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება საჭირო და აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამასაც თქვენ უკვე ისაუბრეთ შეცვლილ რიტორიკაზე, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, მათი რიტორიკა, ანტირუსული რიტორიკა გააქტიურდა 2022 წლის უკრაინაში ომის შემდეგ, რომ შეგვიფასოთ, რატომ შეიცვალა ეს რიტორიკა და ასევე ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს იყო გარე დავალებები და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით. ძალიან მარტივია პასუხი, რა დავალებაც მოდის თავიანთი პატრონებისგან და ამ შემთხვევაში Deep State, რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსი, აკეთებენ იმას. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანები, ხელდელობაში მყავს ეს აგენტურა, ეკუთვნოდეს საკუთარ თავს? არა, მათ არანაირი უფლება არ გააჩნიათ იმის, რომ რაიმე კონკრეტული კითხვა დასვან, რატომ მაგალითად, ხო? რატომ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, რატომ უნდა ვთქვათ ეს მისიჯი? არა, ამის უფლებაც კი არა აქვთ. შეულებრივ აგენტები არიან და ასეთი აგენტის ბედ ისინი ასრულებენ გარე ძალების
მითითებებს და დავალებებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხედავთ სახეშეცვლილ ამ აგენტებს, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ ჩვენმა სამშობლომ, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ყველას ხო გვახსოვს, რამდენად რთული დღეები გამოვიარეთ. და ამის შემდეგ ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხდებოდნენ რუს ტურისტებს, პირიქით მოუწოდებდნენ, გავიხსენოთ ელენე ხოშტარიას ინტერვიუები, გავიხსენოთ მიშა მშვილდაძის განცხადებები, თუ როგორ მიესალმებოდნენ რუსების შემოსვლას, ოფიციალურად გაგზავნილი წერილები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის და მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, რადიკალურად შეიცვალა message box-ი, იმიტომ რომ წამოვიდა დავალება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ მაშინ საქართველოს არ იყო ისეთი როგორ გითხრათ, 2-3 რამდენიმე დღე გაგრძელდა ომი და ისეთი რეზონანსული ვერ იყო მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აეგორებინათ და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ხედავთ. ბიაბარამიძის განცხადებაზე უნდა გითხრათ, ბატონო კახა, ბიაბარამიძე თქვა, რომ თქვენ არის ქართველი მებრძოლებიო, და ამას მოყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი მაშინ მებრძოლებში. რას ნიშნავს ეს განცხადება და რა დგას ამ განცხადების უკან? ხო, ნუ ესეც გაგრძელებაა იმ ჰიბრიდული ომის, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ესე იგი, ძალიან მძიმე განცხადება იყო, რაც მოვისმინეთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული ჯარის წინააღმდეგ. ნუ არ ვიცი, ხა წარმოუდგენელია ადამიანმა მოისმინო ის სიტყვები, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ეს არ დატოვო რეაგირების გარეშე. ამას აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი, მოღალატეობრივი ქმედება. შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოს, ქართული ჯარის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, მოღალატეები არიან, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუცილებლად მოხდეს რეაგირება. პოლიციის ურთიერთობასთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, პოლიცია ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო საინფორმაციო კამპანია ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ამ ადამიანს ქუჩაში დახვდებოდნენ და სცემდნენ და ვითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ მის მიმართ ეს საინფორმაციო კამპანიაში ჩართული იყვნენ ტროლები, ბოტები, მედიები, გარდა ამისა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა პოსტი, ყველა ფოტო, ყველა კომენტარი იყო მათ შორის დაფინანსებული. შეგიძლიათ თუ არა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვთქვათ, რომ და ვინ გამოავლინა? მითების დეტექტორმა. ვინ არის მითების დეტექტორი? ერთ-ერთი ორგანიზაცია არის, რომელიც მსგავსი ვინ არის აბა ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, წარმომადგენლები, საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან აბა? ამას რატო გეკითხებით, იცი? გარემღა, აი ეს არის მითების დეტექტორის თამარ კინწურაშვილი არის მთავარი რედაქტორი. ვინ? თამარ კინწურაშვილი არის მთავარი. ნუ ხო ვიცით, საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები, ხო? ეხლა ყველაფერი ცხადი და ნათელია, ხო? რა ეხლა? იყო თუ არა დაფინანსებული და ქართულების ინტერესებში რომ ამ ადამიანზე თავდასხმა და საერთოდ ყველაფერი დაფინანსებული იყო და რის პრევენცია მოხდა. ნახეთ, ეს ვითომ რაღაც იუმორისტული შოუები, ხო? ხონდა ხან ნებისმიერ ადამიანს ხო იუმორი ყველასთვის მისაღებია და რატო არ უნდა მოგწონდეს და რატო არ ქსიამოვნდეს, როდესაც ადამიანს კარგი იუმორი აქვს და კარგად ხუმრობს, ხო? ეს ძალიან კარგია და მისაღებია, მაგრამ ილციტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, თუნდაც ჩვენ წარსულზე, ჩვენს კულტურაზე, წარმატებულ ადამიანებზე, აი რატო უნდა გადავდგათ ასეთ ნაბიჯები და რატო უნდა გავაკეთოთ? იმდენ რაღაცაზე შეიძლება იუმორი, იმდენ რაღაცაზე შეიძლება კარგი რაღაცების გაკეთება, ხო? აი რატო უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და რამაც დღემდე მოგვიყვანა. უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ არის გარედან თავს მოხვეული ის ორგანიზაციები, ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ებრძვის ჩვენს სარწმუნოებას, ვინც ებრძვის ჩვენს კულტურას, ჩვენს წარსულს, ჩვენს აწმყოს, ვინც ებრძვის იმას, რაზეც დგას ქართველი ერი. რა თქმა უნდა,
ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიცით რომ გარედან დაფინანსებულია ეს ყველაფერი და ну საზოგადოებას ამას რა თქმა უნდა ჰქონდა შესაბამისი რეაქცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იუმორი მისაღებია და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ არა შეურაცხყოფით და ის რაც ვისაუბრეთ. შესაბამისი რეაქცია ჰქონდაო და თუნდაც რაღაცა არასწორი ხუმრობა ან რამე ისეთი თქვენთვის მიუღებელი, მინისთვის მიუღებელი ხუმრობა აშკარებული იყო. შესაბამისი რეაგირება არის, როდესაც ადამიანს ქუჩაში დახვდებიან და სცემენ. არა, მე იმ რეაგირებაზე გეუბნებით, რასაც თქვენ ახლა ფაქტების სახით მოყავდათ, რომ თითქოს ეს დაფინანსებული რა არის დაფინანსებული, რომ საზოგადოებას, როდესაც შენ კულტურას, შენ სარწმუნოებას აყენებ შეურაცხყოფას, ამას პირობითად ვიძახი, ამაზე აქვს რეაქცია და ვიღაცა რაღაცას იტყვის, რაღაცას დაწერს და ვიღაცასთვის ეს მიუღებელია, ხო? ჩვენ ნახეთ, როგორ გინდათ, იცი, რომ აი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, აუცილებლად უნდა იყოს ძალადობრივი, ეს არის თქვენთვის მისაღები და ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ადამიანს შეუძლია გამოთქვას მისი მოსაზრება, დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ეს უნდა იყოს კულტურულ არგლებში და არა ბილსიტყვაობით და არა შეურაცხყოფით. საბოტაჟის საკითხზე მინდა კითხოთ, უსმა დაიწყო უკვე გამოძიება, კამპანიები მიმდინარეობს ქვეყნის იმიჯის შესალახად. თქვენი შეფასება როგორ იქნება ამ საკითხზე? არაფერი, ესეც იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რასაც საუბრობთ, ხო, ქვეყნის წინააღმდეგ იმ ტიპის ასე ვთქვათ განცხადებები, თუნდაც ის, რაც სოციალურ ქსელში გაჩნდა და ნახეთ ბოტების მიერ შექმნილი, რომელიც შემდეგ ერთ-ერთმა მრავალმილიონიანმა სააგენტომ მიზანმიმართულად გაავრცელა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაგალითად არის ხა რუსულ ენოვან ხალხთან, რომ მხოლოდ რუსებზე არ არის საუბარი, ვინც რუსულად საუბრობს, ამ ეს ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ საქართველოში ჩამოსვლა არის სახიფათო. ეს ხო ყველაფერი ვიცით, რატო კეთდება, ხო? ებრძვიან ქვეყანას, რომ ეკონომიკურად ქვეყანა არ განვითარდეს, ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე დააზიანონ. ის რომ ტურისტი საქართველოში არ ჩამოვა და ფულს არ დახარჯავს, კაფეში არ შევა, ბარში არ შევა, ამით ვინ ზიანდება, ვინ დაზარალდება? ისევ ქართველი და ისევ ჩვენი ეკონომიკა. ზუსტად ამისკენ არის მიმართული ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში ხედავთ და ვისმენთ. პირიქით, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ეს არის რეალობა. უსაფრთხო ქვეყანა და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, არავის არ ერჩის. ნახეთ ევროპულ დიდ ქალაქებში რა მდგომარეობაა და რა გამოწვევების წინაშე დგანა. საქართველო არის აბსოლუტურად შვიდი ქვეყანა, სტუმართ მოყარე ხალხი ვართ და ყველას რუს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ყველას შეუძლია ამერიკელს ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დახარჯოს ფული, აწარმოოს ბიზნეს საქმიანობა, არავინ შეზღუდული არ არის. თავარია ყველაფერი გაკეთდეს კანონის ჩარჩოებში. ბატონო კაცი, საინიციატივო როლიც მოგკითხა, რომელიც ეროვნულ დაიცაცხადებს პარლამენტის მიმოდის და რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ჯგუფის არსებობა ქვეყანაში. ნუ ამაზე მკითხეს და რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით. საინტერესო ინიციატივაა, გუნდში ჩვენ აუცილებლად გვექნება მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, ბილსიტყვაობა. ჩვენ კულტურული ხალხი ვართ, ქართველები და ეს რაც დღევანდელობაში გვაქვს, არიან გამონაკლისის სახით ადამიანების ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს კატეგორიულად მიუღებელია და წარმოუდგენელია ასე გაგრძელება.